მოგესალმებით ყველას, მიხეილია თქვენთან ერთად და ჩემი არხია YouTube-ზე მიხეილ HD. შემოგვერთით, გააზიარეთ, გააკეთეთ subscribe და თქვენ აღარ გამოტოვებთ ახალ საინტერესო გაკვეთილებს. დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ აი ესეთი ფოტოს გაკეთების მეთოდი, ერთ-ერთი. ხშირად შეგხვედრეთ აი ესეთი ფოტოები უფრო ჟურნალის ყდებზე და ინტერნეტში გავრცელებულია ზოგი თქვათ ეძახის ამას dragon effects. მე მინდა გასწავლოთ აი ესეთი ფოტოს გაკეთების ერთ-ერთი უსწრაფესი მეთოდი, რომელიც მე ვარაუდობ, რომ ამ მეთოდში ალბათ მაქსიმუმ 1 წუთში უნდა ჩავეტიოთ. ძალიან სწრაფი მეთოდია და ძალიან ალამაზებს სურათს. მოდით ნახოთ როგორი იყო ეს სურათი საწყის მდგომარეობაში, პირველად ორიგინალ მდგომარეობაში. აი ესეთი იყო ჩვენი სურათი და აი ესეთი გახდა ამჟამად. შეხედეთ როგორ გამოიყო თვალები, გამოყოფილია ყველა ნაკვთი, ყოველი თმის ღერი და ასე შემდეგ. აი ამ სურათიდან გაკეთდა აი ესეთი სურათი. მეც ამ გაკვეთილში შევეცდები აი ესეთი სურათი გავაკეთოთ 1 წუთში. შეიძლება ითქვას, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ აბსოლუტურად შესაძლებელია და მოდით დავიწყოთ. დავხუროთ ფოტო, აი ესე, გავხსნათ ორიგინალი ფოტო, ჩავართოთ ჩვენი ტაიმერი, მომზადოთ და დავიწყოთ სტარტ. გავაკეთოთ ამ ფოტოს კოპია აუცილებლად. შევდივართ ფილტრში, შევდივართ აზერში, ვირჩევთ high pass და აი აქ დავარეგულიროთ და ავიყვანოთ დაახლოებით 7-მდე. ნუ ეს დამოკიდებულია სურათზე, შეგიძლიათ თქვენც ამოარჩიოთ ნებისმიერი ზომა და თქვენი გემოვნების მიხედვით. გავაკეთოთ აუცილებლად overlay მეთოდი გადადების მეთოდში. გავაკეთოთ ამისი კოპია აი ესე. შემდეგ შევდივართ აი აქ, ვირჩევთ hue saturations, დავაკლოთ ოდნავ ფერთა რაოდენობა, დაახლოებით აი ესე. ისევ შევდივართ აი აქ, ამჯერად ვირჩევთ exposures და აი ესე დავარეგულიროთ სიკაშკაში. მორჩა, 1 წუთი გასულია, ჩავეტიეთ ზუსტ დროში და თქვენს წინაშეა ძალიან გალამაზებული სურათი. როგორც შეგვირდით, 1 წუთში ზუსტად ჩავეტიეთ და აი ეს არის ჩვენი საწყისი ფოტო და აი ესეთი გახდა ჩვენი დამუშავების შემდეგ. თქვენთან ერთად იყო მიხეილი HD-ია ჩემი არხი YouTube-ზე, გააკეთეთ subscribe, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, ახალი გაკვეთილები შემოგვიერთნენ და აღარ გამოტოვებენ არც ისინი საინტერესო და აქტუალურ გაკვეთილებს. დროებით გემშვიდობებით, კარგად, მომავალ შეხვედრამდე.